ეგეთია პონტი, მაგრად მინდა ტორტი, გესალმებით ყველას. თქვენ ხართ ახზე შორტი, ძალიან მაგრები ხართ მეგობრებო, ძალიან მაგრები ხართ და აი, იმიტომ ხართ ძალიან მაგრები, რომ თქვენ აწყვეტთ აქტიურობას. თუმცა, რა თქმა უნდა მეგობრებო, ფოლოვერები ისევ 8 ვართ აქ და ძალიან აქ გთხოვთ, რომ არ შეწყვიტოთ აქტიურობა და იმ ვიდეოზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, საპილპილე, სულ რაღაცა ორმა ვიუერმა ნახა და ერთმა დაალაიქა კიდეც. ყველას ჯიგრები ხარ, დიდი მადლობა და დღეს ძალიან გახარებული ვარ. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ დღესაც თქვენ ახართ განებიურებული შორტებით ამ არხზე, მოკლე ვიდეოებით, შორტ ვიდეოებით და სასაცილო ვიდეოებით, მაგრამ დღესაც გრძელი ვიდეო გამოგვივა ცოტა და იმედია არ დაიგნორებთ და არ დაიკიდებთ, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა დააფოლოვებთ არხს, ძალიან მაგარია. დღესაც ჩვენ გრძელი ვიდეო გვექნება. და დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ ყველას უკლებლიო. მოგესალმებით ყველას უკლებლიო. და განსაკუთრებით ყველას უკლებლიო მოგესალმებით და განსაკუთრებით მივესალმები ნინის, ნელიკოს, მარის, თიკოს, დათუნას, ირაკლის, ხატიას, რატის და ყველა ჩემს საყვარელ ხალხს თქვენი თამადობით და რა თქმა უნდა მეგობრებო, აუცილებლად მინდა მოვიკითხოთ ჩემი ყველა თქვენგან დიდი სიყვარულით, მაგრამ ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი თქვენსავით, ძალიან მაგარი მეგობარი, რომელიც თქვენი მეგობარიც არის და რომელიც ძალიან მაგარია, რომელსაც ძალიან უყვარს იუმორი, ძალიან გვახალისებს ხოლმე, ძალიან მაგრა გვახალისებს, ძალიან მაგრა სასწაულებს აკეთებს, დაგემოვნებებს და რაღაცა, მოკლედ დაგემოვნებებს, unboxing-ებს, review-ებს და მოკლედ ძალიან მაგარ იუმორისტია. ისე როგორც მე და ისე როგორც ალბათ ყველა. არ ვიცი თქვენ როგორები ხართ, იუმორისტები ხართ, მოკლედ ალბათ ახართ, მოკლედ სანამ გეტყოდეთ ვინ არის, გავაგზელოთ მოკითხვები, მოვიკითხავ დარჩი დავითაშვილს, იგივე ზანტუს, ძალიან დიდი სიყვარული და მაგრა, ისე როგორც ყველას მოგიკითხავთ, ასევე მიჰავეგა სანტალოს, ძალიან მაგარი ადამიანები, მოკლედ ისაკ დიკ, ძალიან მაგარი ადამიანი, ხართ პასიურები, გახდით აქტიურები და ეხლა მოვიკითხოთ მეგობრებო ის, ვინც ყველას ძალიან გვიყვარს ჩემსავით, მეც ძალიან გიყვარვართ და იმ შემთხვევაშიც კი როცა არა ვარ ხოლმე, თქვენ მაინც აქტიურობთ, მაგრამ მაინც მეგობრებო 8 ვართ და პასიურობთ მაინც, აქტიურობთ, მაგრამ მაინც პასიურობა გამოდის, ცოტა იაქტიურეთ და მომეცით სტიმული. და დღეს მეგობრებო ყველას მოგიკითხავ დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა დიდი სიყვარული და უდიდესი სიყვარულით, მაგრამ დღეს კიდე ერთი ადამიანი უნდა მოვიკითხო, ერთი ადამიანი და დღეს კი არა, ისა ყველას ძალიან გვიყვარს, ისე როგორც მე გიყვარვართ და ეს არის აბა ვინაო? მოიცა. ალბათ დათო როსტომაშვილს გულისხმობ. როსტომაც ძალიან მაგარი იუმორისტია, ყველა ასოზე ანეკდოტი იცის, ძალიან მაგარი, ამ ბესო ბერულაშვილი. არა, ბესო ბერულაშვილიც მაგარია, მაგრამ მაგათ არა გულისხმობ, ეგენი კარგები არიან, მაგრები არიან, გეთანხმები, მაგრამ მაგათ არა გულისხმობ და მოდი ერთად მივესალმოთ ძალიან მაგარ ადამიანს, ძალიან მაგარს, ისე როგორც თქვენ. ეს არის მეგობრებო, go let's play, ანუ ომარ ჩიტიშვილი, ძალიან მაგარი, რომელიც ძალიან მაგარია და ძალიან მაგრად გვართობს, ძალიან მაგრად გვახალისებს და ძალიან მაგარ
რივიუებს აკეთებს როგორც თამაშების, ისე დაგემოვნება, ისე მოკლედ მოგიკითხა ომარ აქედან ჯიგარი ხარ, გააგრძელე ესე და რა თქმა უნდა და ზუსტად ძალიან მაგრამ მიყვარხარ, ისე როგორც ყველას უყვარხარ მთელ საქართველოს. იმიტომ რომ ყოველ დღე და ყოველ წუთში იზრდება შენი ფოლოვერების რიცხვი. ძალიან მაგარია ისე როგორც თქვენი იზრდება და ჩემიც უნდა გაიზარდოს. ნუ პასიურობთ. და დღეს ძალიან გახარებული ვარ ისე როგორც ყოველთვის ხოლმე. მაგრამ დღეს ძალიან უფრო გახარებული ვარ ვიდრე აქამდე. რატო? საპილპილემ გამახარა. ალბათ იკითხავთ, რა არის საპილპილე? საპილპილე როგორ გაგახარა? ხინკალი არა გქონდა, გიგლიკინიო, ეგ რა გააკეთე. ხოდა. ხინკალი არა გქონდაო, პილპილი რომ მოგეყარაო იმ დღეს რომ მითხარი. ხო, არა მქონდა, მაგრამ საპილპილე განვიხილე, საპილპილეს რივიუ გავაკეთე. და smart საპილპილეც წარმოგიდგინეთ. და ძალიან მაგარიც იყო. და დღეს რაღაცა სიახლე მინდოდა რომ წარმომედგინა და მოდი დავიწყოთ unboxing-ი. მაგრამ ჯერ დავიწყოთ მეგობრებო აი ამ რაღაცის საპილპილის დამტენი, ნახეთ. ეხლა რამდენ ვატიანია და რამდენ ვოლტიანია ეს მე არ ვიცი. კარგია, საპილპილის დამტენი აქ არის. საპილპილის დამტენია ესეთი. დავიწყოთ. შემდეგი მეგობრებო, შემდეგი და შემდეგი. ისევ საპილპილე, რომელიც ისევე გახლავთ ნაჩნიკი და ესე ანათებს, ძალიან მაგარი. კი, მაგრამ რაში გჭირდება ეს საპილპილე და ნაჩნიკი? საპილპილე, ნაჩნიკი და დამტენი. და დავიწყოთ მეგობრებო. დო რე მი ფა სოლ ლა სი დო, დო სი ლა სი ფა მი რე დო. მოკლედ მეგობრებო, მე დღეს მუსიკის განხილვას არ ვაპირებ, ისე მუსიკაში 7 ნოტია რო იცოდეთ, დო რე მი ფა სოლ ლა სი დო, დო სი ლა სი ფა მი რე დო. ეს ყველა მიცის, მაგრამ ვინც არისით, ეგ არის. და რა შუაშია დო დღეს ჩემ რივიუსთან, რაოშ, ეს ეთყობა შედგებილი კარაქი უნდა განიხილოს და იმიტომ დოს ხმარობსო. ყოჩახ ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ არა მეგობარო, არა ძალიან მაგარი. და მოვიკითხავთ ისევ მიუბრუნდები და მოვიკითხავთ ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი პატივისცემით ჩემ იმ მეგობარს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. და ეს არის მეგობრებო, არც მეტი, არც ნაკლები. ძალიან მაგარი ადამიანი, აბა გამოიცანით ვინ. ვინ და ეხლავე გაჩვენებთ. თქვენ თავარია დააფოლოვოთ არხი და დამიდგეთ მხარში. ვინ და ეს. მაგრამ ეს არა. ეს არ არის ჩემი მეგობარი. ჩემი მეგობარი სხვა არის. და ჩემი ყველაზე საოცარი მეგობარი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ეს არის Nintendo Switch-ი. თუ გინდა Nintendo გადააგდეთ Switch-თან ერთად, ან დაიტოვეთ.
მეგობრებო, დღეს ოცნება ამიხდა და ჩემი საოცარი კომპიუტერი, რომელიც პლანშეტია ასევე არის ჩემთან. და დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ. ამოვიღოთ ასევე სასიამოვნო ქონე, ჯერ ამოვიღოთ და ყველაფერი განვიხილოთ. სასიამოვნო ქონები, ანუ ჯოიკონები, სასიამოვნო ქონი, ანუ ჯოიკონი. ასევე ჯოიდოკი, ჯორისტოკი კი არა, ჯოიდოკი. და დავიწყოთ მეგობრებო, ესეთი პატარა შესანიშნავი პლანშეტი, რომელიც ძალიან მაგარია, რომელსაც აქ 4310 მილიამპერიანი ელემენტი. აი აქ მეგობრებო, აქ გაგრილება. აი აქ ხო ხედავთ, გაჩვეტილები როა. აი აქედან ჩართავთ მეგობრებო. აქ ხმის დამწევი, ანუ ხმის რეგულატორი აქ. აქ 3.5 მმ მოკლედ აუდიო ჯეკი და აქ იდება კარტრიჯი. აი კარტრიჯი იდება აქ თამაშისთვის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ონლაინაც იყიდოთ. არ არის პრობლემა. და მეგობრებო, ამ ვინც იცით, რა თქმა უნდა, ყველა მიცით, მაგრამ ვინც არ იცით, იქნება ხართ კიდე ვინც არ იცით Nintendo რას შვრება და რას აკეთებს. ძალიან მაგარი კონსოლია. ის კი არა, PlayStation-ზეც მაგარია და ამას გეტყვით რატოა. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ რამდენიმე მოდში. დაიცა. როგორ უნდა გავუგეთო? როგორ და აი ეგრე. აი ეგრე. ესე უნდა გავუკეთოთ და აი ესე უნდა გავუკეთოთ და აი ნახეთ. წითელი და ცისფერი ჯოიკონები. არა მეგობრებო, ჯოისტიკები არ ქვია ამას, ჯოიკონები, ანუ სასიამოვნო ქონები. და მოხსნაც ძალიან მარტივია. აი ესე. აი აქ ხო ხედავთ პრომპტკაროა. დააჭერთ და მოხსნით. და მეგობრებო, შეგიძლიათ ითამაშოთ ესე, ანუ ერთი მოთამაშე, ესე. შეგიძლიათ ითამაშოთ ორზე, აი ესე, დაიჭიროთ და ითამაშოთ. მე ამას იმიტომ ხსნი, ვინც არ იცით და ისა მოკლედ, იმიტომ ხსნი, აი ესე დაიჭერთ და ითამაშებთ. და შეგიძლიათ კიდე აი ამ ორ ღილაკს დააჭიროთ, ორ პნოპკას დააჭიროთ და გადაართოთ და ისა შეგიძლიათ ესეც ითამაშოთ ორზე მეგობრებო, ორზე. და მეგობრებო, ეხლა დავიწყოთ განხილვა, მოკლედ ამ რივიუ გამისა, მოკლედ. აქ როგორც ხედავთ, აქ აი ეს არის ანალოგი, აი ანალოგი. აქ ისინი აქ აი ეს ZL და ZR, ანუ მოკლედ L1, L2, R1, R2, მოკლედ PlayStation-ზე ვისა. აქედან მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ გადაართოთ რეჟიმები, ანუ მოდები, აი ნახეთ როგორია. და აქედან მეგობრებო, აი აქედან შეგიძლიათ რომ გადაიღოთ ვიდეო ან სურათი თამაშის დროს. თქვენ შეგიძლიათ ესეც გქონდეთ და ასევე რა თქმა უნდა იცით
რომ არსებობს სპეციალური გრიპი, მაგრამ მე არა მაქვს ჩვეულებრივი და არც ესეთი, რომელიც ჯოიკონების გრიპია და რომელიც შეგიძლიათ დაამაგროთ და როგორც ჯოისტიკი ისე გამოიყენოთ და ასევე კიდე არსებობს სტრაპები, სტრაპების, ისა და მოკლედ ძალიან მრავალფეროვანია ეს Nintendo კონსოლი, Nintendo ძალიან მაგარი. ესეთი. და მეგობრებო, აი რაც შეეხება ჩემ დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, მე აქ მაქვს ასევე PlayStation-ის კონტროლერი, რომელსაც თან შევადაროთ. ესეთია PlayStation-ის კონტროლერი და რა თქმა უნდა ყველა მიცის, PlayStation, Xbox-ი და ყველაფრის კონტროლერი ესეთია, მაგრამ Nintendo-მ გადაწყვიტა რომ ჩვენ შემოგთავაზოს ძალიან მაგარი რაღაცეები, ძალიან მაგარი და ის ჩვენ არ გვთავაზობს პირდაპირ ეგეთ კონტროლერს, თუმცა ეგეთი კონტროლერიც არის გამოსული და ბევრი აქსესუარია Nintendo-სთვის გამოსული, ვისაც გიყვარს ჯოისტიკით თამაში, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ჯოისტიკი და ითამაშოთ ჩვეულებრივ ჯოისტიკით, ან კიდე, მოკლედ ესე ითამაშოთ, ბევრი აქსესუარია, ძალიან ბევრი აქსესუარია Nintendo-სთვის გამოსული, აი მეგობრებო, ეს ნახეთ აქ ჩვეულებრივი პნოპკები, სტანდარტული, ესეთი, მაგრამ ცოტა არ იყოს და მოუხერხებელი მეგონა ამაზე, იმიტომ რომ ნახეთ რა პატარებია, პატარა პნოპკებია. ეს არის Xbox-ის სტილში გაკეთებული AXB და Y ეტყობა ეს დაავალეს Xbox-საც და Nintendo-საც რომ ამბანი ჩაძრისა ეტყობა ამბანს გვასწავლიან ABCDEFGHIJK LMNOPQRSTUW XYZ ხო მოკლედ ინგლისური ამბანი ჩამოვთვალე და აქ არის კიდე 300-თავი პნოპკები. ესეთი. მოკლედ Nintendo გვაძლევს მრავალმხრივ თამაშის უფლებას, განსხვავებით PlayStation-ისგან, იმიტომ რომ PlayStation-ი არის სატელევიზორო კონსოლი, ხო და ძალიან კარგია, უამრავი ექსკლუზივები აქვს, მაგრამ ეს არის სატელევიზორო კონსოლი და ასევე მაგარია, არავინ არ დაუბრუნს, PlayStation-ი მაგარია ყოველთვის, მაგრამ Nintendo ამ ხრივ ჯობია რომ ბევრნაირი თამაშის უფლებას გვაძლევს, მეგობრებო, შეგიძლიათ შეერთებული ითამაშოთ, როგორც handheld mode-ში, როგორც დავიჭირე, ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ ესე და არაფერს არ დაუკავშიროთ, ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ ორზე და ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ სტრაპებით, რომელიც ძალიან მაგარია, მაგრამ არა მაქვს და სტრაპებს აქვს ჩამოსაკიდი სპეციალური, რომ ხელები არ დაგეღალოთ და მოკლედ ძალიან მაგარია. და ასევე შეგიძლიათ მეგობრებო, ოღონდ სპეციალური თამაშებია, მე არა მაქვს. ესე ითამაშოთ და ეს არის მეგობრებო ინფრა წითელი რედის კამერა, ინფრა წითელი რედი, რა მაგარია, სადაც რაღაცა თამაშებია, ზუსტად არ ვიცი ეს რაში გამოიყენება, მაგრამ ეგრეთ შეგიძლიათ ითამაშოთ ეგრე და ალბათ კამერა გაანათებს კედელზე თუ არ ვიცი და ამის იუზინგი არ ვიცი. და რაც თავარია მეგობრებო, ეხლა დავიწყოთ და გავაგზავნოთ კონსოლის განხილვა. ჩვენი კონსოლი, ჩვენი პორტატული კონსოლი, რომელიც გამოიყურება ესე. მადლობა გაუშეკელაშვილს, რომ ესე გამიხარაგული და მაჩუქა. ესეთი შავი და რა თქმა უნდა ბრენდირება Nintendo Switch-ი, მოკლედ. აქ კიდე ერთხელ ჩამოგითვლით, ვინც არ იცით, აქ არის პერფორაცია, გაგრილება, აქ მეგობრებო, აქ არის მეგობრებო, ეს აუდიო ჯეკი, აქ კარტრიჯის ჩასადები, ჩიპის და აქ უკვე ხვდებით Type-C დამტენს და მეგობრებო და ვინც არ იცით
ვინც არიცით. რა არის ეს ორი ფეხი? და ხო, კინაღამ დამავიწყდა, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ დამდგარ მდგომარეობაშიც, ან უყუროთ რამეს, აი ამ ფეხის საშუალებით, რომელშიც აქ არის სლოტი, რომელშიც თავსდება microSD ბარათი, ანუ ამ კონსოლს აქვს 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, მაგრამ ეს საერთოდ არ არის საკმარისი დღევანდელი Nintendo-სთვის, იმდენად მაგარი თამაშებია, მოკლედ Legends of Zelda და უამრავი ექსკლუზიური თამაშები, ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ მულტიპლატფორმული თამაშები, Witcher-ი და სხვადასხვა რამეები, მაგრამ მეგობრებო, არ არის საკმარისი 32 გიგაბაიტი, რა დრო იყო საკმარისი რო იყო და მაგარი იყო, მაგრამ მოკლედ არ არის ამ კონსოლისთვის 32 გიგაბაიტი საკმარისი და აქ შეგიძლიათ იყიდოთ სწრაფი SD კარტა და მოათავსოთ 2 ტერაბაიტამდე თუ 1-მდე არ ვიცი. ესეთი აქ ეს არის დავკეტოთ. აქ მეგობრებო სტერეო დინამიკები, მაგრამ მე არ მომეწონა ხმას, იმართლე გითხრათ, ეხლა ჩავსთავ და მოგასმენინებთ კიდეც, რას გულისხმობ და მეგობრებო და ვინც არ იცით, მეგობრებო, ყველა იმათ გიხსნით, ვინც იცით, რა თქმა უნდა, იცით და რა თქმა უნდა, თქვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ვინც კიდე ხართ ისეთები, ვინც არ იცით, იმათ გიხსნით და რა თქმა უნდა, ვინც იცით და ვინც არ იცით, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, დააფოლოვეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, დააშიარეთ და ბევრ ხალხს ათვენეთ, ესეთი. აი მეგობრებო, გარდა იმისა, მეგობრებო, რომ ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ დამდგარ სტენდ მდგომარეობაში, აი ესე დავდგამთ და ვითამაშებთ, აი ეგრე, ესე ვითამაშებთ და ან რამეს უყურებთ. ასევე შეგვიძლია როგორც გითხარით გრიფებით ვითამაშოთ, უკენდება სპეციალური მოწყობილობა, რომელიც უფრო კარგია და ამ მოწყობილობას აქ ჩამოსაკიდი, მოკლედ ესეთი, აქ მინუს პლუსი, მოკლედ ინგლისურს და მათემატიკას გვასწავლიან, მაგარი სასაცილო ტიპები არიან, ინგლისურს და მათემატიკას გვასწავლიან, ესე იგი, ეს მოკლედ 100 პლუს b უდრის კვადრატს, მოკლედ ესეთი, მოკლედ ესეთი 100 პლუს b. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ როგორც გითხრათ, მოკლედ ჩამოვთვლით თამაშის ტიპებს, რაც Nintendo გვაძლევს უფლებას. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ესე პირველი ესე გავაკეთოთ და ესე ვითამაშოთ სტანდარტულად handheld მოდში, ესე ვითამაშოთ, ნახეთ რა კარგია, ნახეთ რა კარგი ჯოისტიკია. პრინციპში ჯოისტიკია, მეგობრებო. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ 2-ზე, ესე და არ დავუკავშიროთ არაფერს და ისე 2-ზე ვითამაშოთ. და ასევე ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ აი აქ ხო ხედავთ, აი ამას ორჯერ დავაჭერთ ორივე ჯოიკონზე, სასიამოვნო კონზე და ის გადაირთვება ორ ადამიანზე სათამაშოთ. ანუ თქვათ თქვენ და თქვენი მეგობარი ვინც ხართ, ითამაშებთ ძალიან პრობლემის გარეშე. ძალიან მაგარი და ასევე მეგობრებო, თუ ეხლა ამის გამოყენება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ესეც ვითამაშოთ და ესა ეხლავე გაჩვენებთ. ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ეხლავე გაჩვენებთ როგორც ესეც ესე მეგობრებო, ესე და ეხლავე გაჩვენებთ რასაც გულა, ხო? ესე მეგობრებო და აქ ინფრა წითელი რედის კამერა და მივანათებთ ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. რა არის ეხლა ეგ მე არ გამიტესტია, არა მაქვს თამაშები რომ გავტესტო, მოკლედ როგორ ვიხმაროთ არ ვიცი.
და მეგობრებო და ამას გარდა ეხლა მეგობრებო გავაგრძელოთ ამ კონსოლს აქვს 4 გიგაბაიტი ოპერატიული 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება მაგრამ რაც მთავარია აქ 720 გიგა ფართოება რაც არის HD მეგობრებო HD გაჩუნდი HD მეგობრებო ნუ მოკლედ იმედია არ მიაქცევთ ყურადღებას HD ესა ნუ მოკლედ 720p მაგრამ მეგობრებო მაგრამ თუ ჩვენ მაინც არ მოგწონს პატარა ეკრანზე თამაში ნუ პატარა არ არის მაგრამ მაინც პატარაა მეგობრებო მაინც პატარა ნახეთ პატარა პლანშეტია ჩვენ შეგვიძლია რა გავაკეთოთ ნეტა რა გავაკეთოთ და ჩვენ შეგვიძლია ამ აემაში ჩავდოთ ჩვენი კონსოლი აემაში ჩავდოთ აი აქ ხედავთ მეგობრებო აქ პორტები აი აქ ხედავთ აი ნახეთ დოქში ვაერთებთ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება დოქში აი დოქში შეერთდა და როგორ უნდა ვითამაშოთ ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ აი დოქში ჩაერთებულია უკვე დოქში შეერთებულია აი გავასწოროთ აჰა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მეგობრებო რომ ჩვენ ეს ტელევიზორში გადავიტანოთ დოქში შეერთება ნიშნავს ტელევიზორში გადატანას და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ უნდა გადმოვხსნათ აი ეს მხარე და აი აქ უკვე თქვენ ხედავთ პორტებს უნდა შევაერთოთ პირველ რიგში დამტენი აი აქ რომელსაც აი ნახეთ აქ სამი პორტი აი ნახეთ სამი პორტი აქ და აქ პლუს გარე პორტები ანუ მოკლედ აქ შეგიძლიათ და სხვადასხვა დივაისები დატენოთ აქ ჩვენ შევაერთებთ დამტენს აქ აი მეორე პორტში შევაერთებთ პირველ პორტში დამტენი მეორე პორტში USB 3.0 და აქ არის აქ HDMI-ის კაბელი და ჩვენ უკვე შეგვიძლია ვითამაშოთ ტელევიზორში რომელიც გადაიყვანს 1080p-ში მაგრამ მეგობრებო ყველა თამაშზე არ არის და ნუ მოკლედ რა თამაშებზე რა არა ეხლა ვერ გეტყვით იმიტომ რომ ნუ მოკლედ ხო რა ნუ მოკლედ თუ გინდა დიდ ეკრანზე თამაში აი ეს უნდა გამოიყენოთ დოკი ძალიან მაგარი ის არის მართლა ძალიან კარგი და ეხლა აი ნახეთ რა კარგია ნუ ჩავთოთ მეგობრებო როგორ შეგპირდით ჩავთოთ და როგორ ხდება ჩართვა ჩვენ აი ამას ვაჭერთ და მეგობრებო აი უკვე ჩაირთო და რაც ყველაზე მთავარია ძალიან მაგარი რაღაცა რასაც დააჭერთ მეგობრებო რასაც დააჭერთ აი გაჩვენებთ ეხლა აგიხსნით აი გაჩვენებთ ეხლა რასაც ვიძახი რას დააჭერთ მეთქი გაჩვენებთ და თქვენ თავარია დააფოლოვეთ არხი დაალაიქეთ დააკომენტარეთ და დააშიარეთ აი მეგობრებო აი რასაც დააჭერთ მეგობრებო აი რასაც გინდა ფიზიკურ ღილაკს და გინდა სკრინს აი მაგალითად ეხლა ყველაზე მაგარა უნდა გაკაიფოთ მეგობრებო
იმავე ღილაკს უნდა დააჭიროთ ან screen-ს სამჯერო გააქტიურდეს. აი ნახეთ რა კაი, ნახეთ Nintendo Switch-ის მენიუ აქ YouTube, აქ Asphalt 9, აქ რაღაცა, ნუ მოკლედ ესეთი. აი ნახეთ რა კარგია. მე ვფიქრობდი რომ ამას ვერ მივეჩვევი მეთქი, იმიტომ რომ ძალიან პატარა პრომპტები აქვს, აი ნახეთ PlayStation-თან შედარებით, ნახეთ რამხელაა, მაგრამ სულტყუილად მეგონა ესე. და მეგობრებო და ისა როგორც Android-ზეა Play Store და იმაზე iPhone-ზეა App Store, აქაც ჩვენ შეგვიძლია რა გავაკეთოთ. საიდან გადმოვწეროთ აპები და თამაშებიც კი, ზოგი არის უფასო ხოლმე თამაში, ნუ ვიწერ ხოლმე რაღაცას, ჩვენ უნდა შევიდეთ აი აქ. აი მეგობრებო, აი აქ უნდა შევიდეთ Nintendo eShop რო აწერია და eShop-იდან გადმოვწეროთ ფასიანი თუ უფასო თამაში. შევიდეთ და ვნახოთ. შევიდეთ და ვნახოთ ჩვენ და მეგობრებო აი აქ home, მეგობრებო home, როგორც ტელეფონს აქვს home, ისე ამას აქვს და მეგობრებო აი ესე უნდა გავაკეთოთ გამოსვლის დროს. აი და რა თქმა უნდა მეგობრებო, რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ უნდა დავაჭიროთ Y-ის ხელი, ანუ Y-ს. ანუ რა აპლიკაციაშიცა ვართ და გამოვალთ home-ით, უნდა დავაჭიროთ Y-ს ხელი და ნუ მოკლედ მე აი განახებთ, აი ვთქვათ YouTube-ში შევიდეთ, YouTube-ზე შევიდეთ, აი აქ. აჰა, YouTube-ზე შევდივართ. აი ნახეთ. YouTube-ზე შევდივართ, ჩვენ აქ ავირჩიოთ ჩვენი შორტი. აი ავირჩიოთ ჩვენი შორტი და გამოვიდეთ მეგობრებო პირდაპირ home-ით. ანუ რა თქმა უნდა ეს YouTube ჩაიკეცება, ანუ იკეცება როგორც ტელეფონებში ხდება ყველაფერი. და აი აქ ჩვენ შეგვიძლია დავაჭიროთ Y-ს და ის ჩაკეცილი აპლიკაციები ვნახოთ და ეხლა ეს კონკრეტული აპლიკაციაა YouTube და ჩვენ უნდა დავაჭიროთ და აჰა და გავივისა. იკეტება ჩვენი აპლიკაცია ნუ მოკლედ გამოიწვია. და მეგობრებო და რაც არ მომეწონა უნდა ვთქვა და ეს არის ხმა მეგობრებო, აუცილებლად მოგასმენინებთ და აი გაჩვენებთ რა საშინელი ხმა აქვს, ნუ მოკლედ აი გაჩვენებთ რამე მუსიკას ჩავთავ, იმედია არ დამასტრაიკებს YouTube, როგორც იცის ხოლმე, ნუ აი რა ჩავთვით. რა ვიცი, აბა რა ჩავთვო, ვაიმე. ან მოიცათ მეგობრებო, მოიცათ. ეხლა ჩვენ უნდა შევიდეთ. No copyright music-ში
რომელიც არ დაგვასტრაიკებს YouTube და აი ნახეთ რა, ძალიან პატარა ხმა აქვს. აი ნახეთ, ეს მუსიკის მოსასმენად არ გამოდგება, მეგობრებო, არ გამოდგება. აი ნახეთ. ხო, რაც შეეხება გაფართოებას, გაფართოება გითხარით უკვე. გაფართოება აქვს HD და მეგობრებო, ამის წინა ვერსია, რა თქმა უნდა, იცით რომ Nintendo Lite-ია, Switch Lite, რომელიც 5.5-ია იმაში 5.5-ია ზომაში და ეს არის მეგობრებო 6.2. მაგრამ მეგობრებო, რა თქმა უნდა, იცით რომ Nintendo Switch OLED-იც არსებობს და ის 7.0-ია და ის რა თქმა უნდა, ჩემთვის არასასიამოვნო რაღაცები არა აქვს და ეს არის ჩემთვის არასასიამოვნო კიდე, რომ ესეთი 4-კუთხედი ეკრანი, 4-კუთხედი ბარები, ეკრანი ძალიან ზედმეტი ჩარჩოები აქვს მეგობრებო, იმას რა თქმა უნდა დათხელებული აქვს ჩარჩოები, ვიდრე ამას. იმასაც აქვს, მაგრამ ისე ძალიან არ ეტყობა, რაც ამას ეტყობა და ხმაც უკეთესი აქვს, იმიტომ რომ მითხრეს რომ ბასი აქვს მომატებულიო. რაც თავარია კიდე, ეხლა გამოვა იანვარში კი არა, იანვარი რაღაცა ზამთრის დღეები არ გვეყო? ივნისში გამოვა Nintendo Switch 2, მეორე ვერსია და ის სასწაულად დიდია და მოკლედ ძალიან მაგარია ის. ესეთი, კიდე რა დამრჩა მეგობრებო, სათქმელი რა დამრჩა და ეს არის მეორე რევიზია, მეორე გამოშვება და ელემენტით არის გაზრდილი 4300 ამპერიანი, რომ მოკლედ მე მგონი 4-დან 9 საათამდე აქვს მუშაობის ხანგრძლივობა და იმას ჰქონდა წინა ვერსიას გონი 3-დან 8 საათამდე, თუ არ ვიცი, მოკლედ ნამდვილად არ ვიცი. ეს მეორე ვერსია, ნახეთ, კარგია რა, ეხლა კარგია, ნამდვილად კარგია, დამეთანხმებით რომ კარგია, მაგრამ ეს არ მომწონს, ეს ბარები თუ ეს პატარა ეკრანი აქვს მეგობრებო და ძალიან არ მომწონს, თორე და ასევე კიდე ხმა აქვს ცუდი. წავა რა, მაგრამ მეგობრებო, ამ ყველაფერს ფარავს ერთი რაღაცა, რაც Nintendo-ა და რა თქმა უნდა მეგობრებო, ეს ჩემთვის ყველაზე პირველი იყო იმისთვის, რომ ეს სიურპრიზი გამიხარდა. ძალიან დიდი მადლობა გაო, ძალიან დიდი მადლობა ძმაო, რომ ესე გამახარე და მომიწყე ძალიან დიდი სიურპრიზი. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი რაღაცაა მეგობრებო, ძალიან მაგარი, მართლა. და რა თქმა უნდა მეგობრებო, ამას მოყვა кейსი, ჩასადები, ეს ჩასადები უკანა მხრის დამცავი, მაგრამ რა თქმა უნდა ამას მოყვება არა, აქვს სპეციალური ჩანთა, რომელიც მრავალ მხრივ სათავსოიანია და თქვენ შეგიძლიათ ჩააწყოთ როგორც Nintendo Switch-ი, ისე თავისი აქსესუარები და თამაშები. მოკლედ, ესეთია, ძალიან მაგარი. წონა სიმართლე გითხრათ, ცოტა მძიმეა, მაგრამ კარგია რა. ეხლა ჩემ ბავშვობაში და ეხლაც იციან ხოლმე, პატარა და მუშა დიდი ლამფი შუშაო და ზუსტად ეს არის რა. კარგია რა, მაგარი, მაგრამ არა ისეთი მაგარი, როგორიც OLED-ია და როგორც Nintendo Switch 2 იქნება, როცა გამოვა. მაგრამ იმას თავი დავანებოთ, მე OLED მიყვარს, მაგრამ ეს უფრო მიყვარს, იმიტომ რომ ეს საჩუქარია და OLED უფრო მაგარია, დიდია და კარგია, მაგრამ 100-300 უშავრა რამე, იმიტომ რომ ეს არის საჩუქარი. ძალიან მაგარი ხარ გაუ.
აი ძალიან მაგარი, მართლა ძალიან კარგი, ნუ აი ნახეთ რა. ძალა ერთობაშია Nintendo ძალიან მაგარი და ნახეთ რა კარგია. არანაირი ჭრაჭუნი, არანაირი კრაჭუნი, კრუჭუნი, პრაწუნი, პრუწუნი არაფერი არა აქვს. კარგად აწყობილი კონსოლია, როგორც ეს ისე OLED და ისე Lite, მაგრამ ნუ Lite პატარაა, ნუ ხო, Lite პატარა, ნუ Lite თავი დავანებოთ, ნუ კარგია მეგობრებო, ვისაც Lite გაქვთ, კარგია, არანაირი განსხვავება არ არის ძირითადი განსხვავება არის მარტო ეკრანის ზომაში, ელემენტში და ნუ ეგ არის რა, თორე დანარჩენი მონაცემები ერთი და იგივე აქვს. აი ერთი და იგივე აქვს მეგობრებო, მაგრამ თუ მე პირადად Lite არ მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც არ უნდა თქვენც შეიძლება მოგწონთ და რა ვიცი, რაც გინდათ იყიდეთ, გინდა Lite იყიდეთ, გინდა OLED, გინდა ეს და გინდა კიდე აი ეს რაღაც სასწაული Nintendo რო გამოვა. და მეგობრებო და იმდენად შემაყვარა თავი აი ამან, იმ მიზეზით რაც გითხარით და ისედაც რომ PlayStation-ს თითქმის აღარ ვეკარები სათამაშოდ. იმიტომ რომ ძალიან კარგია, თუ გინდა ტუალეტში წადი და იქ ითამაშე, თუ გინდა იბანავე და იქ ითამაშე, თუ გინდა რავი, მოკლედ დაწექი და ითამაშე, თუ გინდა იცურავე და ითამაშე, ამისთვის პრობლემა არ არის, მეგობრებო, არ არის, იმიტომ რომ Nintendo ძალიან მაგარი კონსოლი, ძალიან მაგარი აქსესუარებით, რომელიც უამრავია, ნუ ჩემი აქსესუარებია აი ესა დოკი, საპილპილე, ანუ ჯოიკონების დამტენი და ჩვეულებრივი სტანდარტული დამტენი. ნუ და ეკრანის დამცავის მოყვა, მაგრამ ვერ დავაკარი მეგობრებო და ესა ნუ ის არის რა. ის რა ქვია, ვერ რა გამიტყდა. და ნუ მოკლედ არა აქვს ეკრანის დამცავი. აი ესეთი. და მეგობრებო, გატყდომაზე გავაგრძელებ კიდე სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, მეგობრებო, ნუ ვიზუალურად არაფერი არ ეტყობა ტელეფონს ისე, ნუ მუშაობს ჩვეულებრივად, მაგრამ გუშინ მაღაზიაში ვიყავი და მანქანიდან რომ გადმოვედი, რა ვიცი, ვერ გავიგე როდის ჩამომივარ და ან სად ჩამომივარ და ეკრანი გამიტყდა, მეგობრებო, ნუ ნახევარი ცუდად ჩანს, თორე არაფერი არ ეტყობა, არაფერი ზოლები და ხაზები და მელანი არ აქვს ჩასული, ჩვეულებრივად მუშაობს ტელეფონი, მაგრამ გამიტყდა. ნუ და რა ვიცი, მოკლედ ან ეკრანს შევცვლი, ან თვითონ ტელეფონს შევცვლი, ნუ მოკლედ არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ გამიტყდა, ფაქტია. გამიტყდა, ნუ მოკლედ. და მეგობრებო, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, ერთი მინუსი, რაც შეეხება მინუსი ის არის, რომ როცა ვაერთებთ ჩვენ როცა ვაერთებთ დასატენად, ნებისმიერი დივაისი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ეკრანზე დავარტყათ ხელი და გვაჩვენოს ინდიკატორი, თუ რამდენ პროცენტზეა და როგორ იტენება, ან დაიტენა, მაგრამ ამას არ შეუძლია, მაგრამ მეგობრებო, ეს არ არის პრობლემა, აი ამ home-ით გავაღვიძებთ და დავინახავთ რამდენ პროცენტზეა. ნუ ამას არ შეუძლია ის, რომ ეკრანზე თითის დარტყმით გვაჩვენოს პროცენტები რამდენ პროცენტზეა. და მეგობრებო, ყველაზე მაგარი ფუნქცია, როგორც გითხარით, აი კიდე ერთხელ დავაჭერ ხელს home, sweet home. აი ნახეთ და მეგობრებო, რაზეც დავაჭერთ ხელს, ეს იქნება სენსორი თუ ფიზიკური კნოპკა, იმას უნდა დავაჭიროთ სამჯერ. აი ეხლა დავაჭიროთ. აი გაიხსნა და ნუ მოკლედ ეს რაზეც დავაჭერთ, ეს იქნება ფიზიკური კნოპკა თუ სენსორი, კიდე ერთხელ ვიძახი, ვინც ეხლა შემომიერთდა და უნდა დავაჭიროთ სამჯერ კიდე რომ გაიხსნას. ნუ ესეთი კარგი და
ნუ უნდა ითქვას რომ საუკეთესო კონსოლია, იმიტომ რომ მეგობრებო, იმიტომ ეხლა ან ვიხილოთ რატოა საუკეთესო, ნუ რატოა საუკეთესო და ალბათ იტყვით რომ იმიტომ რა თქმა უნდა ის მადლობა ყველას ვინც ამას იტყვით, რა თქმა უნდა ნინის გამოც საუკეთესოა კონსოლი, მაგრამ მეგობრებო, აი რომ დაუფიქსდეთ, გამოსულია Asus ROG Ally, Lenovo Legion Go და კიდე რა ვიცი, კიდე Steam Deck და რაღაცები, მაგრამ ესენი კი შედარებით ახალი კონსოლებია, მაგრამ აი წარმოიდგინეთ 2021 წლის მოდელი Zoomer-ში კიდე იყიდება OLED-ი. რატო არ გაარჩერა Nintendo-მ წარმოება, როცა თუ ისა ნუ მოკლედ აი როცა PSP-მ გაარჩერა, Sony-მ გაარჩერა PSP-ის წარმოება და უამრავმა სხვა ბრენდმა გაარჩერა თავიანთი კონსოლების წარმოება და Nintendo-მ არ გაარჩერა, მეგობრებო, და დღესაც 2021 წლის მოდელი 2025 წელსაც იყიდება Zoomer-ში და ბევრგან. ნუ ის OLED-ია, ეს სტანდარტული ვერსია, მაგრამ კარგია, კარგია, ეხლა ჩამოვთვლი უარყოფით თვისებებს, აი ეს, ნუ შედარებით პატარა ეკრანი, მაგრამ ასცისე, ნუ დიდი ჩარჩოებით, ძალიან არ მომწონს და მეგობრებო, ხმა ლექციას ეკითხულო. ხმა ძალიან, ნუ არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ მეგობრებო, ეს არ არის ტელეფონი, ეს არ არის ცენტრი, მაგრამ მაინც არ უნდა გქონდეს ესეთ კარგ კონსოლს, ესეთი ცუდი ხმა, ასე ვთქვათ. ნუ, ხო. და მეგობრებო, რაც კიდე ერთი უარყოფითი თვისება მინდა გითხრათ, ის არის რომ რა თქმა უნდა ამას აქვს Wi-Fi და რა თქმა უნდა ეს არ არის უარყოფითი თვისება, ძალიან კაია, რა თქმა უნდა როგორც ყველაფერს ამასაც აქვს Wi-Fi, მაგრამ ამის Wi-Fi მოდული ცოტა სლაბია და ნუ ცოტა შედარებით დიდხანს უნდება ნებისმიერი რამის გადმოწერას. ესეთი ნუ აი ესეთი ძალიან მაგარი რაღაცა. ნუ აქ თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ექსკლუზიური თამაშები, Mario, Zelda და უამრავი სხვა, მაგრამ თუ არ გინდათ ექსკლუზიური თამაშების თამაში, ან პლუს სხვა თამაშებიც გინდათ, შეგიძლიათ ითამაშოთ უამრავი თამაში, Mortal Kombat, Witcher-ი, Diablo და კიდე უამრავი რაღაც AAA თამაშები, ძალიან მაგარი და რა ვიცი, მოკლედ რაც შეეხება მაღაზიებს, ნუ გააჩნია თამაშს, მაგრამ შეიძლება თამაში ღირდეს 180 ლარიც კი შეიძლება, ნუ ვისაც, ნუ მოკლედ მე ვაპირებ რომ გავყიდო და ახალი OLED-ი ვიყიდო, თუ ვერ გავყიდე, უნდა დავჩიპო, დაჩიპვა იცით რასაც ნიშნავს, უფასოდ ჩაიწერთ თამაშებს, უფასოდ ითამაშებთ, მაგრამ რაღაც ონლაინი აღარ გექნებათ და რაღაცეები, ნუ მოკლედ. და მეგობრებო, რაც მინდოდა ბოლოში მეთქვა, აქ სხვადასხვა სერვისები თავისუფალია სერვისებისგან, აქ თქვენ ვერ მოусმენთ მუსიკას და რაღაცეები, ნუ სტრიმინგებს და რაღაცეებს ვერაფერს გააკეთებთ. ნუ მოკლედ ეს არის ამას ეს არის სუპერ სათამაშო კონსოლი და ეს არ უნდა შეადაროთ ას PlayStation-ს, ას Xbox-ს, მაგრამ ნუ შევადარე მე ჯოისტიკით და ნუ PlayStation შევადარე მაინც და რა თქმა უნდა მეგობრებო, როგორც გინდათ ისე მოიქეცით, როგორც გინდათ ისე ითამაშეთ, გინდა ტელევიზორში, გინდა ესე ჩამოგითვალეთ თამაშების მოდები, მაგრამ მე პირადად ძალიან მიყვარს აი ესე თამაში, აი ესე handheld მოდში და მაგრამ აკმაყოფილებს და რა თქმა უნდა მეგობრებო, აი ძალიან მაგარია რა, აი მართლა ძალიან კაია. შეგახსენებთ ამას, რომ 2017 წელს გამოსულია კონსოლი, მაგრამ ეს კონკრეტული არის 2022 წელს გამოსული. ძალიან მაგარი, რომელიც Gemini-მ მითხრა, როდის გამოვიდა აი ეს ჩემი კონკრეტული კონსოლი და 2022 წელს გამოსულა. და ნუ აი ესეთი ძალიან მაგარი რაღაცაა, ნუ მოკლედ. აი კიდე ერთხელ ნუ ხმა
არა აქვს რა მაღალი, მაგრამ ნუ კონსოლს მეტიც არ ჭირდება, ნუ სასურველი იქნებოდა რომ ცოტა მაღალი ხმა კონდეს, მაგრამ ეს გავითვალისწინოთ მეც, იმიტომ რომ მეც ძალიან ავხსფოთდი ესეთ დაბალი ხმა რატო აქვს მეთქი, მაგრამ გავითვალისწინოთ მეგობრებო რომ პირველ რიგში მე რომ ეს არ არის ტელეფონი, ეს არ არის ცენტრი, ეს არ არის დინამიკი, ამას აქვს თავისი ხმა, თავისი კაი ხმა, დაბალი მაგრამ კაი ხმა და ეს არის კონკრეტული თამაშებისთვის გათვლილი, თამაშებზეა ორიენტირებული, თუმცა თქვენ შეგიძლიათ YouTube-ი გადმოიწეროთ და დააკონექტოთ თქვენი აკაუნთი და მოკლედ რაც თქვენ ტელევიზორში გაქვთ ან ტელეფონშიც ესეთ იქაც ის იქნება. რა თქმა უნდა ეს ავხსენი კიდე ვინც იმ ცალკე მცირე პროცენტმა არისო და დალინკვის შედეგად რომ რა მოხდებოდა, დალინკვის შედეგად მოხდება ის რომ რაც ტელეფონში გაქვთ, რაც ტელევიზორში გაქვთ და რაც ისა ესეც კონსოლშიც ეს იქნება მეგობრებო და ერთი უარყოფითი თვისება ნამდვილად უნდა აღვნიშნო რომ უარყოფითი თვისება არის ის არის რომ ძალიან ცუდია მზეზე დავტესტე და პრაქტიკულად არაფერი არ ჩანს თეთრ ფონზეც კი აი ცოტა ცუდია რა მოკლედ აი ესეთია ხო მაგრამ მოკლედ ერთი სიტყვით ყველაფერი კარგი ვერ ექნება ვერაფერს აი ძალიან მაგრამ მოკლედ ცუდი არის რომ ის რომ ცოტა გამოსახულება არ უარგა მაგრამ OLED-ს უფრო უკეთესია ალბათ არ ვიცი OLED-თან შეხება არ მქონია OLED-ასთან კი არა OLED-თან OLED-ისთან ხო და რავი OLED-თან შეხება არ მქონია მაგრამ ამას გამოსახულება რო ვარგა ხმაც აქ მაგრამ ჩავუთვალოთ რომ აქ ხმა მუსიკის მოსაზმენად არ გამოდგება მაგრამ მაინც რა ვიცი მაგრამ აი თვითონ აწყობის ხარისხი და თვითონ აი ბილთინი ძალიან მაგარია მეგობრებო ძალიან მაგარია მეგობრებო ძალიან მაგარი აი მართლა ძალიან კარგი და შეგახსენებთ იმას რომ აი ეს კონსოლი ჩემი ოცნება იყო და კიდე ერთხელ დიდი მადლობა გაოს რომ ესე გამიხარა გული და მათ უკან დიდი სიხარული და სიურპრიზის სახით გამომიგზავნა აი ეს კონსოლი აი ნახეთ გააძრე ჩამოაცვი და მეგობრებო და ბოლოს მინდა გითხრათ ბოლოს ჩავთოთ ჩვენი კონსოლი რაც ყველაზე ძალიან დამევასა აი ნახეთ ახლა აი ნახეთ რა კაი ხმა აქვს უყურეთ მოусმინეთ აი ნახეთ აი ესე ხო არის და ესე რომ ჩამოусვამთ აი ნახეთ ეს არის მოკლედ აი ესეთი სასწაულმოქმედი ჩემთვის სასწაულმოქმედი საჩუქარი გამომიგზავნა გაომ რომელიც აღმოჩნდა Nintendo Switch 2022 აბა ჰო like comment share follow don't forget please და ნუ ხართ პასიურები გახდით აქტიურები აბა ჰო